მოგესალმებით. ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის რეალობა და რეალობაზე დაფუძნებული გარკვეული კონცეფციები, მათ შორის პოლიტიკური კონცეფციებიც და ზოგადად რეალობასთან მიმართება ადამიანის და საზოგადოების რეალობასთან მიმართება. ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრებთ ფილოსოფოსთან, გიორგი ხარებეგაშვილთან ერთად. რომელთანაც ამ საკითხზე საკმაოდ ბევრჯერ ქონია საუბარი, ეს არ არის რაღაც ახალი საკითხი, ჩვენ შორის ასაუბრო ახალი საკითხი, მაგრამ გადაწყვეტეს რომ საჯაროდ გვესაუბრა ამ საკითხზე და პირველ რიგში ეს იდეა დამებადა მაშინ, როდესაც დავწერე სტატუსი. ეს სტატუსი ძირითადად ეხებოდა ისეთ საკითხს, როგორიც არის, ეგეთი მეცნიერი არის დონალდ ჰოფმანი, რომელმაც დაწერა წიგნი იმის შესახებ, რომ ადამიანს ევოლუციურად, ამანებენ ევოლუციურად არის ორიენტირებული არა იმისკენ, რომ ჭეშმარიტება დაინახოს, არამედ იმისკენ, რომ გადარჩეს და გამრავლდეს და სხვა დანარჩენი, რაც ამაში ხელს უშლის რა, მისთვის არის აბსოლუტურად, ესე იგი, ზედმეტი და არ აღიქოს, ანუ ჩვენ როგორც აღვიქოთ სამყაროს, ესეთი სამყარო არ არის. ეს არის ინტერფეისი. მაგალითად, აი იგივე მეცნიერს მოყავს კომპიუტერს მაგალითი. ჩვენ როდესაც დესკტოპს ვუყურებთ, ჩვენ კოდს ვერ ხედავთ. ჩვენ ხედავთ, ანუ იმ სურათს ხედავთ ძირითადად და ესე ვუყურებთ ჩვენ სამყაროს. სამყაროს კოდებს ვერ ხედავთ, ხედავთ სურათს. მის შედეგს, ხო? მოკლედ, ამ საკითხზე ვისაუბრებთ ახლა, იმედია საინტერესო საკითხია თქვენთვის და იმედია დაგაინტერესებთ. დავიწყოთ მოდი რეალობით. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ აი რეალობა არსებობასთანაც არის დაკავშირებული, ხო? იმიტომ რომ ცოტა მოგვიანებით, როდესაც მოვდივარ თანამედროვეობაში, განსაკუთრებულად პირდაპირ ეხება, ხო? აქ საუბარია, რამდენად ვარსებობთ საერთოდ, რამდენად რეალურია ეს სამყარო, არის თუ არა ეს ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი და გენერირებული და ასე შემდეგ. ხო, ესეთი შეკითხვები თანამედროვეობაში იცმება. პირველად, აი, როდის დაისვა ეს შეკითხვა, ეს სამყარო, რასაც ჩვენ ვხედავთ, რეალურია თუ არა? ეს მე მგონი ძალიან ძველი შეკითხვა არის. მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. პირადად ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ამინდა გითხრათ, რომ ამ თემას უტრიალებ ძალიან დიდი ხანია. რა თქმა უნდა, ეს კითხვა ისეთივე ძველი ალბათ, როგორც კაცობრიობა თუ ბანალურობაში არ ჩამithვით ასეთ პასუხს და ჩვენ ვერ ვიტყვით და ვერ დავაფიქსირებთ ახლა ასეთ დროს ამაზე, როდის დაიწყოს ჯელობა, იმიტომ რომ თუნდაც სხვადასხვანაირი იყო ამ საკითხის დასმის და ამ კითხვაზე დასმულზე პასუხის გაცემის მანერა, იმიტომ რომ ცივილიზაციები სხვა იყო, ცნებითი აპარატი რაც ჰქონდათ, ავიცი 2000-3000 წლის წინ ადამიანებს, სხვადასხვა ცივილიზაციებში ხადია კარდინალურად განსხვავდებოდა ჩვენგან და შეიძლება ვერც კი დავინახოთ იმათ მსჯელობაში, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი. თუმცა რახან ასე თქვათ, კითხვას ასეთი ფორმულირება მივეცეთ რეალობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ მოდი ცოტა ხანი აი ფრჩხილებში ჩავსვათ როგორც იტყვიან, აი ეს უძველეს სხვა ცივილიზაციები გავანებოთ თავი ძველ ინდურ, ძველ ჩინურ, ძველ რაღაცა ხურიტულ წყაროებს და ასე შემდეგ. და აი ცოტა ბერძნებთან მივიდეთ რა, მაშინ ესე გაკვირით მაინც და ოღონდ რომელიმე კონკრეტულ მოაზროვნესთან კი არა, იმიტომ რომ ეს საკითხი ყველას აღელვებს, ხო? არამედ აი ზოგადად იმ პარადიგმაში რო ვისაუბროთ, ნახეთ, ეს არის ერთგვარი ყოფიერებისა და რეალობის მიმართების საკითხი. ანუ რას გულისხმობ? ნახეთ, აი თვითონ სიტყვას რო დავაკვირდეთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება თავისი ონტოლოგიური სტატუსით. ანუ ყოფიერება, ანუ being, რასაც ქვია, ხო? ასე ვთქვათ, ესენცია გნებავთ, რა ვიცი, როგორც ვისაც როგორ ესმის, არის ისეთი რაღაცა, რაც აი უცვლელია, როგორც პლატონი ამბობს, ხომ არადუცვლელი, თვითიგივეობრივი, მყარი, ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე ნამდვილი, მაგრამ სიტყვა რეალობა ძველ ბერძნულად არის სულ სხვა ყაიდის და სხვა სემანტიკის. კერძოდ, ალბათ ყველას ხსმენიათ ჰერაკლიტესეული პანტა რეი, ყველაფერი მომდინარეობს. რეალობაც არის დაკავშირებული ამ რეისთან, ამ მიმდინარებასთან, ქმნადობასთან, becoming-თან, არა being-თან, არამედ becoming-თან. ანუ მოდი ასე ვთქვათ, რეალობა იქნება. რეალობა არის ის, რაც
მუდმივ ქმნადობაში არ დასაწყისი აქვს, არც შუა წელი აქვს, არ დასასრული აქვს და ამას კარდინალურად უპირისპირდება ყოფიერება, ის რაც მუდმივად არის. ანუ ფაქტობრივად, როდესაც ვამბობ მე ვარ, ცოტა არ იყოს და ვიტყუები. და რატომ? ისიც როცა მე ვთქვი მე ამ რეალობის თვალსაზრისით, მე როცა წარმოვთქვი, საერთოდ სხვა ვიყავი და ვარ როცა ვთქვი, უკვე სხვა გავხდი. და მე ვარ უკვე შეუძლებელი კონსტრუქცია გამოდის ამ თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ყოფიერება, ასე ვთქვათ, საიდანაც მოდის ვარ, საიდანაც იწარმოება, თავის თავში სტატიკურობას გულისხმობს და სიმყარეს. და არა და რეალობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს ემპირიულ გამოცდილებაში, რასაც გვაქვს. პირიქით ის არის, რაც მუდმივად მიმდინარეობს. აი სხვათა შორის, აი უცებ გამახსენდა ძველი აღთქმა რო გავუსხოთ, ესაც მოსე მიდის და ასე რომ ვთქვათ, ეკითხება იქ მაყლოვანში, რომ ვინ არის ის ღმერთი, ვის სახელდაც უნდა ვილაპარაკო და რომ გამომყვნენ ეს ებრაელები და ძალიან საინტერესოა ბევრ ქართულ თარგმანში ის ტეტრაგრამატონი რაც არის, რაც ზუსტად არ ვიცით იახვეთ იკითხება თუ რა იკითხება, ქართულ თარგმანებში და ბევრ სხვა თარგმანებში არის მე ვარ რომელიც ვარ. მე ვარ რომელიც ვარ. აი ეგ სიტყვა მე ვარ რომელიც ვარ მხოლოდ ღმერთს შეუძლია თქვას. მე ვარ მაგას ადამიანი რო ამბობს ცოტა არ იყოს და ცოტა რო ღვთისგმობას გავს ასე რო თქვა. ნუ შენ იჩემებ ისეთ რაღაცას არ ახარ. და ჩვენ ყოფით ცხოვრებაში ცოტა არ იყოს და ვიჩემებთ იმას რაც არა ვართ. ხო აი რაღაც მე ვარ ესა და ეს, რა ვიცი აბახაა რომ შენ როდესაც შენ თავში ჩაიხედები, ცოტა ილუზორული ხო არ არის არა, იმიტომ რომ გასაგებია რომ პრაქტიკულად შენ შესავალში საუბრე, აი პრაქტიკული თვალსაზრისით ეს მუშაობს. ხო ეხლა შენ თავში შეიძლება 1000 აზრი ტრიალებდეს, 1000 რა ვიცი შეძახილები სინდისის ხმა თუ სხვა რაღაცა ხმებია, 1000 რაღაცა გიტრიალებდეს, მაგრამ როდესაც თქვა აი ისეთ ბანალური მაგალითს რომ მოვიყვანთ, აი მაღაზიაში რო შედიხარ, ხო და აი რა გნებავთ, მაგ დროს ეგ შენი პროექციები, შენი შინაგანი სულიერი ჭიდილები, ბრძოლები უეცრად გადადის უკანა პლანზე და შენ ლაპარაკობ აი ესეთ სიმბოლიზირებულ, კოდირებულ ისეთ რეალობას თითქოს ამაში შეუვალე არაფერი არ იყოს. თითქოს ეს თავისთავად ცხადი იყოს რომ მე ვარ. და თითქოს ის თავისთავად ცხადი აი ამ ჭიქას რო უყურებ. და ესეც არის, რავი, რა რომ მკითხავს ვიღაცა, ახლა უცებ ვეთყვი, რავი, რა უნდა იყოს ახლა ჭიქა და წყალი ასხია. მაგრამ აი თუ ცოტა უფრო სერიოზულად და სიღრმისეულად ჩავალთ, აღმოვაჩენთ რომ თლად ეგრეც არ არის ყველაფერი. რავი, საუბარში გამოჩნდება ნელა. აი შენ რადგან წახვედი მაინც დასავლეთისკენ და რა აღმოსავლეთისკენ. აი აღმოსავლეთში მაგალითად ინდუიზმი იქნება თუ სხვა ესეთი რელიგიები, ბუდიზმი მას შორის. ეს შეკითხვა რეალობის შეკითხვა ის მაგალითად ეს სამყარო რომ მაია სიზმარია. და რო არ არსებობს ეს ყველაფერი არის სიზმარი. ხო? ანუ აღმოსავლურ გონებაში ის რომ ეს რეალობა შეიძლება არ ყოფილიყო რეალობა, იყო ესე იგი რაღაცნაირად უძველესი ერთ-ერთი უძველესი შეკითხვაა, ხო ეს? სხვადასხვა აქედან არის განსხვავება იმაზეც ცივილიზაციური განსხვავება. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უყურებთ ჩვენ სიკვდილის განსხვავებულას და მაგალითად იაპონელები სიკვდილს უყურებთ განსხვავებულად. ესე იგი ჰარაკირის მომენტიც რა იყო სიკვდილთან მიმართებაში. ანუ რა არის მათი მიზანი? მათი მიზანია რომ ამ სამყაროში აღარ დაიბადონ. ანუ ეს არის რაღაცა მიზანი. ეს და ჰარაკირი შენ თუ პირველად გაიჭრიდი და ეს სასიკვდილო არ არის. შენ თუ ისე შეძლებდი რომ ბოლომდე ესე იგი გამბედავად მოიკალი თავი დატკივნეულად. ესე იგი შენ უკვე გადალახე ეგ სიცოცხლე და მომავალში შენ უკვე აღარ დაიბადები. კი. და აქ კიდე დასავლეთში კი ჩვენ ვეძებთ სიცოცხლის შემდეგ მარადილობას. კი. ეგ განსხვავებული რეალობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ აღმოსავლეთში რეალობისადმი არის ცოტა ცუდი დამოკიდებულება. დასავლეთში ჩვენთან ამ ბოლო დროს ტექნოლოგიების გავლენით, სხვა ფილოსოფიის გავლენით იქმნება ეს დამოკიდებულება, მაგრამ ისტორიულად ეს ცოტა ახალი მოვლენაა ჩვენთვის. კი, ოღონდ აი დავაზუსტებ, რომ აღმოსავლეთში მაგალითად მე ჩემსაც უფრო ნაცნობია, აი უფრო ვედურ ცოდნაში სიტყვა ინდუიზმი არ მიყვარს, იმიტომ რომ არაფერს არ ამბობს. აი ვედურ კულტურაში, ასე რომ ვთქვა, ესეა გაგებული, ფაგავად-გიტას მაგალითზე მოვიყვან, რაც შეიძლება ბევრმა იცოდეს. რომ განა ის რომ რეალობა არ არსებობს, უბრალოდ ინდივიდების რეალობა არ არსებობს. ანუ როგორც ინდივიდი არაფერი არ არის, აი მართლა
ქვიშაც არ არის. აი მაგალითად მოვიყვან ცნობილი სცენარი არის კურუკუშეტრას ბრძოლის ველი და იქ არჯუნა ეკითხება კრიშნას, რომ კაცო მეორე მხარეს არის პაპა ჩემი ფიშმა არის იქით, მეორე მხარეს ჩემი დურიოთანა ჩემი ბიძაშვილია, ვისაც ვებია. საერთოდ რავი მიღირს კი საერთოდ ეგეთი ძალაუფლება, ეგეთი ტახტი, რა ჯანდაბად მინდა ეს ყველაფერი. ნუ ტახტი თავისთვის არ უნდა, მისი ძმისთვის უნდა, რა მნიშვნელობა აქვს. იბრძვის, ესე იგი საკუთარი ნაცავების წინააღმდეგ და რავი ესე უნდა დავხოცო, მომიწევს, არა მარტო ესენი დავხოცო, ეხა იქ ცოტა ინდურმაშია გადაწყვეტილი მილიონიანი ლაშქარია და აქეთაც იქითაც და ფაქტობრივად წყდება უამრავი ხალხი და აი სხვა მეტაფიზიკურად ისმება კითხვა რომ ღირს ეს ყველაფერი სამაგისო და ანუ ჩვენ ახლა დასავლური ადამიანი სანამ პასუხს მოისმენს ასე ელოდება რომ ეს კრიშნა გამოდა მორალისტობას დაუწყებს არა რაღაცა მოდი არ მოვკლათ ადამიანი და შვიდობა მოვილაპარაკოთ არავითარ შემთხვევაში კრიშნა ეუბნება უფრო უარეს ის ეუბნება რომ შენ შეასრულე შენი ვალდებულება შენი თარმა აღასრულე რატომ იცი ერთ-ერთ თავარ არგუმენტს მოვიყვან რა ვისაც უყურებ ეგენი უყურან მკვდრები არიან მკვდრები არიან იმ გაგებით რომ რავი ინდივიდი არც არსებობს შენ რო უყურებ იმას ეგ შენი ემპირიული მე ხედავს ინდივიდუალურ ემპირიულ რომელიც ასე ილუზია შენი ილუზორული ემპირიული მე ხედავს სხვა ილუზორულ ემპირიულ მეებს რომელიც არც ერთი არსებობს და არც მეორე და ღვთაებრივი პერსპექტივიდან რა პერსპექტივას კრიშნას აქვს ხო ის ეუბნება რომ ღვთაებრივი პერსპექტივიდან რაც არის ანუ ეს თვითი ჩვენი ხო ატმანი იგივე ასე თქვა სანსკრიტზე რო თქვა ეს ატმანი არის ნამდვილი ის ატმანი მე ვარ სინამდვილეში ანუ მე ვარსებობ მხოლოდ თქვენში შენ რასაც უყურებ ეგ ყველაფერი არარაობა არის და ეხლა მაგალითად მე როგორც უყურებ ამ ყველაფერს ხო ღვთაებრივი პერსპექტივიდან ეს კურკუშეტა ბრძოლა უკვე მომხდარა და ესენი უკვე დახოცილები ან რაც მოსახდენია ის უკვე მოხდა ანუ ისე კი არა როგორც მოდერნული ადამიანი უყურებს რომ რაღაცა დრო მოდის წარსულიდან მე რაღაც აწმყოში ვიწროვდება და მე განუსაზღვრელ მომავალში გადადის არავითარ შემთხვევაში ღმერთი რო გადმოიხედება ის რას ხედავს რომ რავი ყველაფერი იმ ეს რაღაცა პრალაია რო დაიწყო რაღაცა იმ დაბადების მომენტში ყველაფერი უკვე მოხდა და დამთავრდა და კიდევ ახალ ციგზე გადასასვლელად არის მზად ეს აი ცოტა წარმოუდგენელია შეიძლება ახან დასავლურის ვახსენეთ მაგასაც ვიტყვი რომ ცოტა მარტო დასავლეთში არა აბრაამისტულ კრეაციონისტულ ხალხებშია სხვა პარადიგმა ჩვენ შემთხვევაში როგორ არის რომ ვერ ვიტყვით რომ ასე თქვა დასავლეთში და არა მარტო დასავლეთში გულისხმობ ისლამურ სამყაროსაც და იუდაისტურ სამყაროსაც ნაპრალი არსებობს ღმერთსა და სამყაროს შორის და ეს ნაპრალი არ უქმდება ანუ იქ როგორ არის თუნდაც აი ამ მისტიკურ წარმოდგენებში ეს ნაპრალის ილუზორულია იმიტომ რომ საკვდება ან აბსოლუტურად ღმერთში განკარდები თუ ღმერთში ერწყმები სხვადასხვა მადენობაში სხვადასხვანაირად არის მაგრამ შენ თავარი რა რომ ემპირიულ მეს არ აქვს საყრდენი არსად დასავლეთში როგორ არის ნახეთ ნაპრალი არსებობს მაგრამ ვერ ვიტყვით ჩვენ რომ ეს ემპირიული მე არის აბსოლუტურად ილუზორული იმიტომ რომ მას მაინც გააჩნია თუნდაც უკიდურესად მინიმალურად მაგრამ რაღაც ღვთაებრიობის კვალი რომელიც ადამიანს უნიკალურობას არ ართმევს. ანუ მოდი ვიტყვი ეს არის უფრო პიროვნული ონტოლოგია, ანუ პიროვნება განსხვავდება ინდივიდისგან, რა თქმა უნდა, ამ მიმართებაში. მაგრამ ამისათვის იმას ვიტყვი, რომ პიროვნულ კავშირშია და აი როგორც თქვათ, თუნდაც სუფიზმში როა რომ მიზანი რა არის, რომ მიაღწიო, ასე თქვათ, ღმერთთან შერწყმას. ეგრე თუნდაც ქრისტიანულ მისტიკაში არ არის არსად. როგორი ასე ვქვა თეოზისიც არ უნდა განიცადოს ადამიანმა იმ ყველაზე უმაღლეს საფეხურზეც კი რო გახვიდა თეოზისის იქაც შეება რაღაცა ნაპრალი შენსა და ღმერთს შორის არ არის აღმოსავლეთში აი ეს განსხვავება მან ხო პიროვნება ნარჩუნდება კი პიროვნება ნარჩუნდება და ვერ ვიტყვე დასკვნის სახით რო თქვა ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ დასავლურ აბრაამისტული რელიგიებით განსაზღვრულ ცივილიზაციებში მარტო დასავლეთი ვარ თქვა ვერ ვიტყვით რომ ინდივიდი არის აი უბრალოდ როგორც ვედურშია აბსოლუტური სიზმარი. ხო არა. ამიტომ ნახე დასავლური ცივილიზაცია შეუძლია გესაუბრო შენ აბსოლუტური ჭეშმარიტების რაღაცა პარადიგმებიდანაც. ხო? დიახ. გასავლოში ყოა. კი ბატონო.
ეს და რო გასწავლოს თქო ეს პრინციპში თუ აბრაამისეული რელიგიების მახასიათებელია. ხო ესეა? კი. იმიტომ რომ აბრაამისეულ რელიგიებამდე რაც იყო, თუნდაც ელინიზმის პერიოდიდან ანტიკურობამდე. იქ ახლა პლატონთანაც ხედავთ ამას, მაგრამ პლატონში მას დიალექტიკა არის, ხო, სადაც უნდა იყოს კამათი აუცილებლად, სადაც უნდა იყოს სხვა პოზიციები და ამ პოზიციებზე მე ესე იგი დაფიქრება და იქაც საუბარი რომ ფილოსოფოსი ხომ არა აბრძენი ღმერთია, ხო? ღმერთები არიან. და ეს ქმნის იმ ნიშნულოვან განსხვავებას იმის, რომ სამყაროს აღქმა დასავლეთ ადამიანის ისტორიულად იყო ის, რომ ის რაღაცნაირად მას შეეძლო ხელთ ეგდო ეს ჭეშმარიტება და შემდეგ ესწავლა მე სხვებისთვის ეს ჭეშმარიტება, რაც მე პრინციპში დაგვირგვინდა ევროცენტრიზმით, ხო? მაგრამ დღეს ეს ევროპელი და ევროპელი ადამიანი მივიდა იმ ფილოსოფიამდე, იმ აზრამდე, რომ თურმე არ ყოფილა არსებობს ესე იგი ჭეშმარიტება და მეცნიერი ადამიანები საუბრობენ ამას. ანუ იგი მის კულტურაში ამოზრდილმა პარადიგმებმა მიგვიყვანეს ისევ ამ სიტუაციის საწინააღმდეგო პარადიგმებამდე. კი. ხო? ამას მოდი ავხსნათ მაშინ ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ნამდვილად აი ჰუმანიზმა შვა შემდგომში განმაათებლობა ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, რომლის თავარი საყრდენი რა, რომ სამყაროს ცენტრში დგება რაღაცა გონება, გასაგებია რაციოთ არის გაგებული და არა იმ გონებად, რაც ანტიკურობაში ნუსში ესმოდა და ეს ცოტა სხვა თემა, მაგრამ საინტერესო რაა, რომ როდესაც ისინი ამ გონებას აყენებენ სამყაროს ცენტრში, როგორც არ უნდა გაიგონ და რა კონცეფციაც არ უნდა არსებობდეს, ეს გონება არის ყველგან უნივერსალური. ანუ, აი როცა კანტი წერს, ის არ წერს როგორც გერმანელი. ის წერს როგორც კოსმოპოლიტი, უნივერსალური ადამიანი, იმიტომ რომ გონება მისთვის გაგებულია, რომ რავი, აი ყველგან გონება არის, გონება უბრალოდ რაღაცა კულტურები მეტად მონაწილეობენ ამ გონებაში, ვიღაც კულტურებს ან შორს დგანან, ან ნაწილობრივ მონაწილეობენ. აი ეს განსხვავება თორე გონი ყველგან ის არის. მაგრამ ნახე მე საინტერესოა რომ ამაზე ამ ყველაფერში ეჭვი ის კი არა რომ დღეს აი კანტის ეპოქაშივე შეიტანეს უბრალოდ მას არ ქონდა ასე თქვა ესეთი გავრცელებული ხასიათი მაგრამ ჰერდერის ცნობილი თეორია რომ რავი აი ეს ყველაფერი აბსტრაქცია სინამდვილეში ასაც ესენი წერენ და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რაღაც ესეთ უნივერსალობებზე და ასე თქვა უზოგადეს კატეგორიებზე ეს ყველაფერი მხოლოდ აბსტრაქციები და მხოლოდ ასე რომ თქვა ლოკალური გადასახედიდან შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაღაცაზე დამაჯერებლობით და ჭეშმარიტებით. აი ავხსნი მაგალითად, როცა ვამბობ მე მზეს, ჰერდერი გვეტყოდა, რომ ეგეთი მზე არ არსებობს. აი ობიექტური რაღაცა მზე, სადაც ყველგან მზე არის მზე, ეგეთი მზე არ არსებობს. ახლა რას გულისხმობდა? აი უბრალოდ რო შევადაროთ აი ეს რაღაცა, რომ მაგალითად საქართველოსდან რო შეხედო მზე სხვა ფერი აქვს. ნორვეგიაში სხვა ფერია, ინდოეთსა ყავის ფერია მზე, ხო, პირობითად. აი ანუ ესე იგი რა გამოვიდა რომ მზე მაშინ არის ნამდვილი, როცა მე ჩემს ყვითელ მზეზე ვლაპარაკობ და ვიღაც ინდოელი როცა ყავისფერ მზეზე ლაპარაკობს. აი ეს მზე მაშინ ნამდვილდება თო, როცა ჩვენ აი ესეთ ყოვლის გადამწვდომელ კატეგორიებში გვინდა რაღაცა მოვაქცოთ, იქ სინამდვილე იკარგება. მოკლედ ამ ჰერდერიდან დაწყებული ამა სერიოზული, ასე ვთქვათ, წყალი შეუდგა ამ თეორიას და მე აქტივი მნიშვნელოვანი რა იყო, რომ ეს კანტის წმინდა გონება, რომელიც მან წმინდა გონების კრიტიკა მოგეხსენებათ მისი წიგნი, იქ დაამუშავა ეს თემა. იქ ეს უნივერსალური მეტაფიზიკური საყრდენები, რაც კანტთან გვხვდება, აი ბევრი მაგას ყურადღებას არ აქცევს, რომ ეს არ არის აი რაღაცა წარსული მეტაფიზიკური საწყისებიდან გამომდინარე ცნება. ეს არის აპრიორული სინთეზური ცნება. ანუ რაღაცა ემპირიულის და ნაწილობრივ განჯის ერთმანეთთან შერწყმით კანტს გამოხავს, ანუ ემპირიულიდან და რაღაცა სინთეზურად იღებს ამას. და მე გამოვიდნენ ბევრი ავტორები და ეს უსაყვედურეს კანტს, რომ შენ ანუ რა გინდა, რომ რაღაცა ნაკლულიდან, სასრულიდან გამოყავს რაღაცა უნივერსალურ სინთეზურად მიიღე და რამდენი როგორ გინდა ეხლა შენ რომ ამ სინთეზურმა უნივერსალურობა მიმუშაოს, რომელსაც რაღაც აი ღვთაებრივ წარსულში სადღაც არა ის როგორც მიჩაილიადე ამბობს, ხო, მას ჟამს არა აქვს მას საფუძველი. ხო ის სადღაც აი იქით პირიქით იქით გადაისვრის, რა ეს გონი მომავალში უნდა
განამდვილეს, რომ წარსულში არაფერი ეგეთი არ არის. მოკლედ, ამას შეუდგა ეჭვი და დღეს მივიღეთ როგორი სიტუაცია, რომ საერთოდ ამაზე ლაპარაკი აღარ არის, ჩნდება ეგეთი ის, რომ ჩვენ უბრალოდ გამორიცხულია, რომ მოვიპოვოთ რაღაც ეგეთი მეტაფიზიკური საწყისი, რაც თქვა იმედი ჰქონდა იგივე კანს და განმანათლებლებს, მაგას ჩვენ ვერ მოვიპოვებთ და აქ შემოდის მე ეგზისტენციალიზმი, რომელიც იტყვის, რომ მოდი რა თავი დავანებოთ ამ უნივერსალურ ძიებებს და მე ჩემი პატარა ბედნიერება მინდა რომ ვიპოვო. მე თვითონ დავიდგენ საზრის, მე დავუდგენ ჩემს თავს ჭეშმარიტების კრიტერიუმებს, ხო, აი ჩვენ დასაწყისში რადგან ვისაუბრეთ, ხო? აი ეს სამყაროს როგორც ვუყურებ, რავი, რა მყარია, რა თხევადია, რა მაღალია, რა დაბალია, ქალი ვარ, კაცი ვარ. მოდი ამ ყველაფერს მე გადავწყვეტ და ასე თქვათ, აი მომავალში ჩემ თავს ვაპროექტებ და იქიდან გამომდინარე აზრი რასა აქვს და კარგი რა არის და ცუდი რა არის, იქიდან გამომდინარე დავიდგენ საზრის. მაგრამ ეს ამას არ აქვს პრეტენზია, აი ამ ეგზისტენციალურად განსაზღვრულ საზრის და ჭეშმარიტების კრიტერიუმებს. არ აქვს არანაირად იმისი პრეტენზია, რომ რაიმენაირად რაიმეზე გავცელდეს. ეს მხოლოდ ჩემი პირადი ინდივიდუალური ჭეშმარიტებაა, ჩემი ინდივიდუალური რაღაცა გონება, თუ რავი, რაც გინდა და მაგასაც ვერ იტყვი რა არის, იმიტომ რომ მთლიანად შენ გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ეს რა თქმა უნდა უკიდურესად ინდივიდუალისტური თეორია და მარტო დასავლეთში შეიძლება დაბადებული იყო ცხადია. ეს ისე ზოგადად ადამიანის ბუნებასთან არ მოდის წინააღმდეგობაში რას გულისხმობ. ანუ თვითონ პროექტის სახით მე კარგად მესმის რა შემდგომარეობს ამისი არცი და რაღაც მომენტში შეიძლება რაღაც ელემენტებს დავითანხმოგიდებოდეს, რომ ინდივიდი ვარ, ჩემი გონება გამაჩნია და მე უნდა განსაზღვრო ჩემი იდენტობა, ჩემი რეალობა და რადგან არ არსებობს უნივერსალური ღირებულებები, რადგან არ არსებობს უნივერსალური ღირებულებები, მოდი რა ამას მე ჩემ პატარა ბედნიერებას მე თვითონ შევიქმნი. მაგრამ მან ჩდება ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამის შექმნა არ შეუძლია ყველას. ანუ სამწუხაროდ ადამიანები, რაც უნდა ხა ინდივიდუალიზმის თეორიას ეხებოს, ემპირიამ, მეცნიერებამ, ფსიქოლოგიამ აჩვენა, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის მიდრეკილი დამოუკიდებელი აზროვნებისკენ. ადამიანების უმრავლესობა არის მიმიკრიებისკენ დამოკიდებული. სხვა რასაც აკეთებს, იმას აკეთებს თვითონ, რაც არის მეინსტრიმული, იმას იღებს თვითონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესაა საზოგადოების ბუნება. ამ ლოგიკით მაშინ ერთი არის ინდივიდის დონეზე ერთი პოლიტიკა უნდა გაატარო და შენ უშვებ ამას. მაგრამ როდესაც ეს ეხება უკვე კოლექტივისაც, იქ მოგიწევს რაღაცა გახადო პრესტიჟული. იქ მოგიწევს რაღაცა გახადო უნივერსალური და მისაღები. იქ მოგიწევს რაღაცა კულტურული მომენტების რეპრესია. არ არსებობს საზოგადოება, სადაც რაღაცის რეპრესია არ ხდება. არ არსებობს საზოგადოება, სადაც რაღაც დოზაზე მეტ ინდივიდუალიზმს იტანს. სამწუხაროა თუ მე ადრე გვესმოდა ჩვენ რომ საზოგადოებასა და ადამიანს შორის არის კონფლიქტი. ეს კონფლიქტი მუდმივი კონფლიქტია რაღაც მხრივ, ხო? მაგრამ როდესაც ადამიანს საუბრობდით, ყველა ადამიანზე არ იყო აქ იგულისხმებოდა ისეთი ადამიანი, რომელსაც მართლა შეუძლია საკუთარი იმის შექმნა, სამყაროს შექმნა, ხო? აი ამ დილემა დღეს ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად ხდება, თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ რაღაც საკუთარი სექსუალური იდენტობა ჰქონდეთ. არსებობს საზოგადოება, რომელიც ამას არ იღებს თუ არ იღებს მთელი რიგი საკითხების გამო. და კონფლიქტი აი ამ ორ შორის უკვე საკმაოდ დიდი ხანია გამცდარია ინდივიდუალურ დონეს. საკმაოდ დიდი ხანია და თვითონ ეს კონფლიქტის არში უკვე ინდივიდი აღარ ჩანს. თუ ოქორდება. კი. ნახეთ რა არის, მოდი ისე გავაგრძელებ, რომ ბმარ დაგვეკარგოს. აი ნახეთ, როდესაც აი სარტრიანულ თეორიას უყურებთ, იქეთ შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, რომ მართლა აი ვიბადებით ინდივიდებად ყველანი და ყველა ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა ესე არ მუშაობს, ეგ ავი ისქამდე ძალიან ბევრს უთქვამს, რომ სარტრამდეც და მას შემდეგადაც აი ადამიანი ჩვენ რო ვიბადებით, ჩვენ უბრალოდ მართლა ყოფიერებაში კი არა ვარ გადაგდებულები, ჰაიდეგერიანულად რო თქვათ, რომ ანუ არავინ არ შეგვეკითხა ჩვენ
რა ვიცი, ამ ეპოქაში დაუბადებულიყავით, საერთოდ დაუბადებულიყავით თუ არა, ჩვენ ასევე არ შეგვეკითხნენ თუ როგორ სოციალურ გარემოში დავიბადებოდით, ხო? და ეს სოციალური გარემო ხდება როგორ? ეხლა სოციალური გარემო ძალიან ზოგადი ცნებაა, ხო? სოციალური გარემოს სინამდვილეში შედგება ძალიან ბევრი ასეთი სოციალური მანქანებისაგან. ამას შედის სხვადასხვა კულტურები, სუბკულტურები და ფუძულწული მანქანები, ხო? რა ვიცი, თუნდაც რაღაცა ტელევიზია, მედია საშუალებები, ყველაფერი სოციალური მანქანა და ოდესაც შენ იბადები, ეს სოციალური მანქანა, მათ შორის ენაშიც ეს მუშაობს. ანუ წარსული სოციალური მანქანები დალექილ არსად არ გაწასულან ისინი შენი ენის გრამატიკაშიც კი ცოცხლობენ და რავია როგორ გინდა რომ შენი დამოუკიდებელი საზრისი შექმნა, როცა ენაც კი რომელზედაც შენ ამ აზრს გამოთქვამ, სხვა სოციალური მანქანების შეკვეწიწებული რაღაცა ერთობლიობა არის და ყველაფრის ახარ დეტერმინირებული. ანუ ეს ცოტა არ იყოს და ილუზორულია იმ თავითვე რომ აი ესეთი რაღაცა დამოუკიდებელი და ავტონომიური ინდივიდუალური სუბიექტი ხარ. ხო, ანუ შეიძლება სადღაც ვიღაცა სოკრატე ყოფილიყო დამოუკიდებელი ინდივიდუალური სუბიექტი, რომელიც მართლა თვითონ ბადებს საკუთარ თავში რაღაც ახალ აზრს და რაც არავის არ უთქვამს, ის ამბობს ეგეთ რაღაც გაოცებულია ხალხისგან რაებს ლაპარაკობს, ხო? მაგრამ მოდი გულზე ხელი დავიდოთ რა, ეხლა ამდენი სოკრატე ვიცით, რამდენი ქრისტე ვიცით, არ ვიცით სინამდვილეში და რა თქმა უნდა, სინამდვილეში საბოლოოდ ხდება ისე, რომ ადამიანი დავაკვირდეთ რა, რაღაც აზრს გამოთქვამს, ისე თითქოს ეს მისი უნიკალურად მას ეკუთვნის თითქოს ეს აი ჩემი აზრით აი იწყებს მე ლაპარაკს, ხო? ეს თვითონ სიტყვა ჩემი აზრითაც არის აბსურდული გამონათქვამი. რომ აზრი მე არასდროს არ მეკუთვნა. აი ვიცი, აი საერთოდ რომ პლაგიატო თავი დავანებოთ, არ საიდან არ ამოვიკითხე და აი ბახ გამეღვიძა და რაღაცა დავაბრეხვე სასწაული რაღაცა თქვი და მეც მომეწონა და რაღაც. ეგ არ არის შენი აზრი. შენი აზრი არ არის, იმიტომ რომ იმ აზრისათვის შესაქმნელი კომპონენტები და ის გარემო და ის საშუალებები, რითაც ამ აზრს გამოთქვამ, შენ არ გეკუთვნის. შენ დაგხვდა ეს ყველაფერი. არგუმენტებსაც იმეორებ. რა თქმა უნდა. ყველაფერს იმეორებ, ხო. ხო და შენ მართლაც აი როდესაც ლაპარაკობ, აი ვიცი, აი ეგ უფრო ისე გამოდის, რომ შენ ეკუთვნი ამ აზრს და ეგ აზრი შენ არ გეკუთვნს, მამარდაშვილი იყო და აზრში ვართ ჩვენ ჩავარდნილები. სინამდვილეში ეს უფრო შეესაბამება სინამდვილეს. ანუ გარკვეულ აზრის პოზიციას გადახვედი. მე ეს არ ნიშნავს, შენ არაფერ არ იცოდი მაგ აზრის შესახებ, მაგრამ ეგ აზრი რა კომპონენტებმაც, რა საშუალებმაც დააგენერირეს, შენს იმისი თანამონაწილე ხარ. ეს იცი, არ იცი, მოგწონს, არ მოგწონს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ არის რომ ერთ-ერთი პროპაგანდის საშუალება, ამ შემთხვევაში ლიბერალურ პროპაგანდაზე ვიტყვი, აპელირებს სწორედ ინდივიდუალიზმზე, რომ იცი რა, აი გამოხატე იყავი ის ვინც ხარ, რაღაცა თანახეთ საბჭოთა ან სხვა პროპაგანდისგან განსხვავებით, რომელზეც აკრძალვებზე მუშაობთ. ეს არის ძალიან პოზიტიური აკრძალვები. ანუ ის კი არა რომ რაღაცა არქნა, იმიტომ რომ ეს ცუდია. არა, გეუბნება რაღაცა, რავი, ხეშადა მოგშივ და წაუსნიკერზე, ხო? ანუ პირდაპირ პოზიტიურ სიგნალებს გაწუდის. ეს რა თქმა უნდა შენს ქვეცნობიერში ილექება, მაგრამ მე ეს წარმოჩინდება თითქოს ეს აი შენი პირადი საკითხია და ამით აი ეუბნები ამ ბნელ ჩამყაყებულ სამყაროს, მე შენგან განსხვავებული ვარ, გამორჩეული და განსაკუთრებული ვარ. როცა ხარ სინამდვილეში ჩვეულებრივი, აი ამ რაღაცა კაპიტალისტური, ლიბერალური და სხვადასხვა მანქანების პროდუქტი. გამორჩეულობის მიც ყიდის. კი ბატონო. რა იმით რომ შენ გაიმეორო იმ მანქანის. აი უბრალოდ მაგალითს მოვიყვან, რომ ყველასათვის გასაგები იყოს. რამოდენიმე ხნის წინ აი გოგო და ბიჭი ადიოდნენ ესკალატორზე, რაღაცა ტატუებით, უამრავი ტატუ ჰქონდა და ერთმანეთს ესეთი საუბარია, რომ ჩვენ ფაქტობრივად რევოლუციონერები ვართ, რომ აი ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რომ აქამდე რო არ იყოვო და ნუ მოკლედ ეგეთი შინაარსი იყო და აი სულ ეგეთი კითხვა ხო ჩნდება, რომ რაც უფრო ადამიანი ცდილობს იყოს გამორჩეული და განსაკუთრებული და უნიკალური საბოლოო ჯამში კი ვიღაც აი უამრავლესობისაგან შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ აი რაღაცა კასტები იქმნება, სადაც რავი ნებსით უნებლიეთ აბსოლუტურად ერთმანეთის ემგვანებიან და
ერთნაირად განსხვავებულები არიან. ეს რატო არ ეგეთი შესაძლებელი? თუ ეს ინდივიდუალიზმი რეალური მოვლენაა, რატომ არის შესაძლებელი ერთნაირად განსხვავებულები? აი, მაგალითად, ყველა არა, ნუ აი რაღაცა კასტა რო იქნება, რომ აი ტუჩებს იბერავენ და რაღაცებს იკედა, ყველა კიმ კარდაშიანს რატო ემგვანება აი საბოლოო ჯამში, ხო? ვინ თქვა, ვინ დაადგინა, რომ ეს არის სილამაზის სიმბოლო, არანაირად, ხო? მაგრამ ისინი მათი სურვილიდან მიუხედავად, რატომ ხდება, რომ რაღაც ესეთ ტიპაჟებს ემსგავსებიან და იმას ახორციელებენ. ეს ხო ყველაზე არა ინდივიდუალურია, მიბაძო ვიღაცას, რომელიც ასევე მედია პროდუქტია, ხო? ისიც ხო არ არის რამე თვითმყოფა და ავთენტური მოვლენა, პროდუქტია, პროექტია და შენ ამ პროექტს იმეორებ. გეთახმები ამაში. მაგრამ მოდი ცოტა აი მარგინალურ ლიტერატურასაც გულისხმობ ლავკრაფტს. რაღაცა იდეები დავიხმაროთ. ამ იდეების მიხედვით და აქ უკვე სხვა კონცეფციაზე გადავდივართ, გამიხილეთ ეგ ლიბერალური ინდივიდუალიზმის საკითხი. თუმცა შეიძლება და იქაც არის რაღაც შეკითხვები, მაგრამ ცოტა ხანი დავივიწყოთ ეს საკითხი და გადავიდეთ ლავკრაფტის კონცეფციაზე. სადაც, ნუ, ლავკრაფტის ბევრი წიგნი მაქვს საკითხული, მიყვარს ზოგადად ეს ჟანრი. ძირითადი სიუჟეტი ყველგან ერთი და იგივეა, რომ ადამიანი არსებობენ ძველები, არსებობენ რაღაცა ისეთი სამყარო, რომელთანაც ადამიანის შეხების დროს, როდესაც ადამიანის შეეხება მას, აქვს ორი გამოსავალი. ან გიჟდება ჭკუიდან შეშეს, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ამ რეალობის მიღება. არ შეუძლია. ან თვითყველობით ასრულებს ეს ადამიანი და უბრალოდ ეს რა რეალობა ამას როგორც ეს არ აღწევს ხოლმე, ხო? არ აღწევს. საუბრობს იმაზე, რომ დაგონი ნახა მაგალითად და დაგონის ერთ-ერთი ძველი ღმერთი არის და ესეთი დიდი არსება არის. და ნუ გააგიჟეს და თავი რა არის, რომ სამყაროში ადამიანი იმდენად უმნიშვნელო არის, იმდენად ესე იგი რომ განადგუროს არაფერი არ შეძლებს სამყაროს ვერც კი შეამჩნევს სამყარო ამას რა. და ის ძველები კტულხუ იქნება თუ სხვა ცხოვრობენ ისე და არსებობენ ისე, რომ ვერც ამჩნევენ ხელი შემთხვევაში ადამიანებს რა. თუ შემთხვევით ხდება ეს გადაკვეთა, ეს შემთხვევა ფატალურად სრულდება ადამიანისთვის. და აქ ჩდება ესეთი შეკითხვა, ისე უბრუნდები ჰოფმანის თეორიას, სადაც ადამიანი იმისთვის რომ გადარჩეს, ესე იგი მიდის უბრალოდ რეალობაზე უარს ამბობს, ევოლუციურად. და ხშირად ესე იგი მე რაღაც თეორიაზე ვფიქრობ, რამდენად დამითანხმები. რატომ არის ცივილიზაციის დაცემა აუცილებელი? ცივილიზაციის დაცემა ყოველთვის არის აუცილებელი. ამაზე ლავკრაფტიც საუბრობდა, ლავკრაფტის იდეიდან მოდივარ, რომ როდესაც რაღაც ცივილიზაციის რაღაც ეტაპზე გროვდება რაღაც ისე შეკითხვები და მიმართება, კულტურული მიმართება, რომელიც შენ გაიძულებს იაზრონ რაღაც საკითხებზე, კაცობრიობას უნდება დაუბრუნდეს არცოდნას. ეს არცოდნა არის გადარჩენის მექანიზმი. ამიტომ იმისთვის რომ არცოდნას დაუბრუნდეს, საჭირო ცივილიზაციის განადგურება. და სურვილი იმისთვის რომ ცივილიზაცია განადგურდეს, ეს არის ცხოვრების ჟენი, ცხოვრების სურვილი, რომ გადარჩე. იმიტომ რომ ცივილიზაციას მიყავხარ საბოლოო ჯამში რაღაც რეალობებთან შეჯახებამდე და ეს შეჯახება საბოლოოდ შენ გარკვეულწილად განადგურებს რა, როგორც ადამიანს. იმიტომ რომ ჯერჯერობით ადამიანმა ვერ შეძლო გადაილახა ეს რეალობის რაღაცა გამოწვევა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით და დასავლეთ ცივილიზაციას ზუსტად რომ რაღაცა ეს პერიოდი უდგათ. მისი მეცნიერება არნახულად განვითარდა, დასვა მთელი რიგი შეკითხვები და ჩვენ ხედავთ ამის პარალელურად როგორ დაიკლო ცხოვრების ნებამ დასავლეთ ცივილიზაციაში. ანუ თუ ეხლა ვინმეს უნდა ეპასუხა ამას, ისევ დასავლეთ ცივილიზაციაში მყოფ ადამიანებს უნდა ეპასუხოთ. ამის ნაცვლად ადამიანები წავიდნენ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, ცდილობენ წავიდნენ. ახალი ბარბარიზმი იწყება, ახალი ველურობის ხანა იწყება. ზოგადად რამდენად ეთანხმებია ლავკრაფტის ამ მოსაზრებას, რომ დაგვრჩება ორი გზა, ერთი განადგურების ან ახალი შუა საუკუნეების, გულისხმობა ცივილიზაციისგან დაშორების. მას შემდეგ რაც მეცნიერება უკვე რეალობას დაგვანახებს, რა ეგ
აქამდე უწყინარი მავნებლობა იყო მეცნიერება, იმიტომ რომ ფრაგმენტულად გვაჩვენებდაო სამყაროს და როგორც შეიკრებაო ეს რაღაცა ერთ ეტაპზე ადამიანი ორი გზა დარჩება. რამდენად ეთანხმებით ზოგადად ლავკრაფტის ამოსაზრებას? მოდი ესე ვთქვათ, საერთოდ ვიტყვი რომ ლავკრაფტის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალია, ისი ყველა მოთხრობა ძალიან დიდი ინტერესით და იდუმალებით იკითხება, თვითონ ეგეთი ავტორია. მაგრამ ლავკრაფტი არ არის მარტო ამ ამბავში რა. და ეს мотивация რომ გავიგოთ საიდან ეს ყველაფერი, ეს ხო არ არის გამონაგონი უბრალოდ, ხო? მაშინ ინტერესო იქნებოდა ხო? თლად გამონაგონი რო იყოს, ხო? აბსურდი. აი მაგალითად გავიხსენებ ესეთ ავტორებს, როგორებიც არიან ფრანგული მოდერნიზმის ძალიან ცნობილი პოეტები, როგორც ბოდლერი მაგალითად. და ბოდლერი და შემდეგ არტურ რემბო და ესენი რას ხედავენ? ხედავენ ესენი, რომ აი ამ ევროპულმა დასავლურმა ლოგოსმა ამოწურა თავი იმდენად, რომ მან დაკარგა მიმზიდველობა, იქიდან უკვე რაიმეს ამოღება შეუძლებელია და ცდილობენ ესენი დაუბრუნდნენ, რაც ჩვენ საუბრობთ, და იმ პრელოგოსურ, ანუ წინარე ლოგოსურ მდგომარეობას, სადაც აღარც სუბიექტი აღარ არის და აღარც ობიექტი, და სუბიექტ-ობიექტი ერთმანეთს გულისხმობენ და იქნება აი ამ წინარე ლოგოსურ მდგომარეობაში იპოვონ რაღაცა ისეთი ვერ ვიტყვი ხელმოსაჭიდი, იმას ვერ მოეჭიდები, იმიტომ რომ რავი ის ყველგან გაგირბის, აი როგორც პანტარეი იქ უნდა თქვა, თუ გინდა რომ თქვა, ხო იქ არ არსებობს, რაიმე არამც თუ მეტაფიზიკური საყრდენი არ არის იქ ამ პრელოგოსურში, არამედ რავი ფიზიკურად აი დროებითი საყრდენიც არ არსებობს. ყველა ფორმა ერთმანეთს ერწყმის, ერთმანეთში გადაეცა, როგორც ვიცით ხო, ამორფული მასები და რაღაცეები აი ლავკრაფტთან უამრავი, ხო? აი ფილმი როა ეს რაღაც ვიცით ალბათ ეგ, ხო? აი მან როგორც არის, იქ მაგრამ ნახე ბოდლე რას ამჩნევს? ეს საზარელი, რომელიც ერთ სახელი შეიძლება დაარქვა, საზარელი კოსმიური საშინელება. აი ლავკრაფტის ტერმინით მაგას ვთქვი კოსმიური საშინელება, სამაგიეროდ ის არის ძალიან მიმზიდველი. აი მაინც გიზიდავს, მაინც გკლავს ინტერესი, რომ შენ თვითონ გინდა შეხედო. შეიძლება იქ ქთულჰუ დაგხვდეს ბოლოს და ბოლოს, აი რომელიც ვერც კი შეგამჩნევს ისე გადაგივლის. საერთოდ ის კი არა რომ ბოროტია და რაღაცა ჩაგარდა. არა, აი უბრალოდ ვერც კი შეგამჩნევს ისე გადაგივლის საერთოდ, ხო? ამ ტანჯველი სიკვდილით მოკვდები. რატომ მიდის ადამიანი მანდეთ? ხო საინტერესოა, რატომ მიილტვის? ნუ ერთ-ერთი ის არის რა, რაღაცა ადამიანი იქ რაღაც ნაყოფიერებას ეძებენ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რავი, შენ შეიძლება აი რაღაცა ძველ რაღაცა ნუ ძალიან ძველი არა, აი შენი პერიოდის ავტორებს ჩაუკვირდე რაღაც აბსტრაქტული თეორიები ნახო და იმის მიხედვით ეცადო რაღაცა ნაწარმოები შექმნო. ვერ ქმნი ვერაფერს. იმდენად უნაყოფო გახდა ეგ აი ამ დასავლური სიტუაციის შექმნილეს ფაუსტურ პარადიგმაში გადასული, ასე რომ თქვა, ძველი ლოგოსი, იმდენად არაფრის მომცემი, რავი, ფულიც გაქვს, რესურსის გაქვს, ვერაფერს ვერ ქმნი. ამიტომ მოდი რაღაცა შთაგონება რო ვიპოვოთ, იქნებ წამიერად მაინც შევხედოთ, ჩავიხედოთ აი ამ ძველების სამყაროში გადავიხედოთ, ხო? ბოროტების ყვავილებს შევხედოთ ბოდლერის ენაზე რო თქვა და აქედან რაღაცა შთაგონების წყარო, ანუ ნაყოფიერია ეს ყველაფერი სამაგიეროდ. ამ აქვე ვიტყვია დავაზ, იქ არ არის ჭეშმარიტება, ამიტომ ჭეშმარიტება მხოლოდ ლოგოსური შეიძლება იყოს, ანუ ჭეშმარიტო ლოგოსური ცნება არის. და ესაა წინარე ლოგოსური მდგომარეობა, წინარე ლოგოსურ მდგომარეობას ვერ ექნება ჭეშმარიტება. იგივე ლავკრაფტი როცა საუბრობს იქ თულხუზე თუ აზათოთზე და იდიოტ ღმერთებზე როცა გველაპარაკება, იქ სხვა მის ნაწარმოებებში ჩანს რომ მათ უკან არის კიდევ სხვა. ეს არ არის ბოლოვადი რეალობა. ნუ ვიფიქრებს რომ ქთულხუ არის აი ბოლოვადი ჭეშმარიტი, ასე ჯერდი ქთულხუს ანაერთნო ჩაეჭვიდო, ხო? ან მათ იდიოტი ღმერთი შექმნილი სამყარო რა უნდა იყოს, ხო? აქედან დავიწყოთ, მაგრამ ეგ იდიოტი ღმერთების არის გარდამავალი რაღაცა ცოტა არ იყოს და ადამიანის პროექციების ნაზავიც არის იმ რეალობასთან, რომელიც მაგ თულხუს უკან დგას. ეგ რეალობა რაღა არის? ეს არის რაღაცა უწყვეტობა, რაღაცა ტალღების ვიბრაციები, სადაც არანაირი ნაწილაკი არ არის, სადაც სამყაროს არ აქვს არანაირი მყარი ფორმა, ყველაფერი ერთმანეთში გადაზელილია და
უბრალოდ ქაოსია, ერთის აი ბერძნები რაღაც ქაოსს ეძახდნენ, ხო ეგ არის. მაგრამ აი ეს ქაოსი რატო ახსენე? რავი, ძველი ბერძნების ღმერთები საიდან ქმნიან სამყაროს? მაგ ქაოსიდან ქმნიან. ხო, ანუ ქაოსი ეს არის ის ნაყოფიერების ველი, რომელსაც თავისთავად არანაირი ჭეშმარიტება არ გააჩნია. არ არსებობს ენა, რომელიც ამ ქაოსს აღწერდა, გადმოსცემდა და ჩვენ ახლა, რა ვიცი, სილოგისტურ მსჯელობას აქ ვერ წავიყვანთ. მაქსიმუმ აი ისეთი სიგიჟე უნდა ვილაპარაკო ახლა იმაზე რომ ვისაუბრო, აი მაგალითად, რავი, აი ულისერო ვილაპარაკო რა, ჯეიმს ჯოისის აბსოლუტური შიზოფრენიული ტექსტი, ხო? ან სხვა ეგეთი უამრავი ტექსტები არის, იგივე შიშველი საუზმე ბეროუზის, რომელიც აი რაღაცა ნარკოტიკების კაიფში დაწერილი ტექსტი არის, მოკლედ და აი განცდები და პროდუქციებია ამ ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზების. აი არც ლოგიკა არის აბსოლუტური ასოციაციები, რომლებიც აი ყველაზე კაი მაგალითი ჩემთვის და ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ავტორი ეს არის მოლდორორის სიმღერებს გულისხმობ ლოტრიამონის. სამწუხაროდ ქართულად ორი თავია მხოლოდ თარგმნილი, მაგრამ შეგიძლიათ ის წაიკითხოთ უბრალოდ და იქიდან თქვენ თუ რაიმე ერთ დასკვნას მაინც გააკეთებთ, მაგრამ ამ ტექსტს რა გააჩნია, იცი ვერ წყდები. აი ვერ იგებ ვერაფერს აბსოლუტურად, ну აი ულისე ძალიან მოსაწყენი ტექსტია, ხა, ცოტა პირად რამეს ვარ, მაგრამ ეს იმდენად ავთენტურია ამ ქაოტური სინამდვილისადმი. ხო, რაღაც აღწერილია, მაგასაც ვერ ვიტყვი, აი, ნახსენებია, მოდი ასე თქვა, აი რაღაც ესეთი აბსოლუტური პროდუქციები, რაღაც ზვიგენთან სექსის მოტივი, იქ რაღაცა ჭიაყელა ღმერთები, აი რაღაცა აბსოლუტური ქაოტური და ლავკრაფტიანული თემა, ლავკრაფტამდეა, ასე რომ თქვა და მანდ ეხა ყველაზე საინტერესო რა არის, იცი, აი, ჩემთვის ამოუცნობი რაც არის და რა თქმა უნდა, ბოლომდე ეხლა ამაზე პასუხი ვერ მექნება, ამიტომ ეს ინტერპრეტაციისა და თეოკონცეფციების საკითხია. აი ალბათ დაფიქრებულ ხართ თუ რანაირად მოახერხეს იგივე არტურ რემბომ და დიუკასმა, ასე თქვათ, ლოტრიამონმა იგივე, ხო? როგორ მოახერხეს აბსოლუტურად პატარა ასაკში, საერთოდ არტურ რემბო 17 წელს აიყო თავის ამ ნათელხილვის ზმანებებზე რო წერდა და ასე 24 წელს გარდაიცვალა ის კიდევ მალდორორის ავტორი, მალდორორის სიმღერების ავტორი, ხო? ლოტრიამონი. და ამას აქვს ესეთი სიგიჟე, ესეთი აბსოლუტურად თან გენიალური სიგიჟე. რანაირად შეიძლება შექმნას ინდივიდმა ეს ჩემთვის პირადად არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ხომ აი უბრალოდ გნებავთ ჰიპოთეზის სახით გამოვთქვათ, სამჯერლოდ გამოვთქვათ, ხომ არ არის ეს სწორედ იმით გამპირობებული, რომ საკუთარი სუბიექტური მეს აბსოლუტური ჩამოშლის ხარჯზე ქაოსთან შეხების გამოცდილების გადმოცემაა. ანუ შენ სანამ შენი მყარი ფსიქიკა გაქვს, სანამ შენ ასე თქვა სუბიექტური ეგო და მე გაგაჩნია, იქამდე მსგავსი რაიმეს დაწერა არის წარმოუდგენელი. მაგრამ როგორც კი აი ეგ სუბიექტური მეზე რაღაცნაირად არ ვიცი იქნება ეს ვიღაცისთვის ეს იყო ფსიქიკური აშლილობა, ვიღაცის ნარკოტიკული გამოცდილება, ვიღაცის უბრალოდ პირადი ტრაუმების გამო ჩამოეშალა ეს ეგო და ეს მე, რომელიც ეკრანია ჩვენ სამყაროსთან, რომელიც გვიბიძგებს რომ გადარჩი, აი ევოლუციურ რაღაცებს კი არ ნახავს, ხო, შენ უნდა გადარჩე, შენ იყო პრაქტიკული, უნდა გამრავლდე რაღაც, აი ასეთ რაღაცებს ხოველურ მასე რომ გადარჩენის ინსტინქტი გვიბიძგებს, ეგ როგორც კი ჩამოსილდება, რჩები რაღაცა აი დელოზით ყო და დივიდუუმი, ან სხვანაირად ვთქვათ, მრავლობითობა, სადაც აი ამ შენს რომელიც აქამდე შენ გეგონა შენი ეგოს, შენი მეს ცალკეული ასპექტები აბსოლუტურად დამოუკიდებელი არსებები არიან, არსებები პირობითად ვამბობ, ცხადია და შეიძლება ესე ვთქვათ, კონკურენციაში და კონფლიქტში არიან ამავდროულად ესენი ერთმანეთთან და აი შენი ქაოტური შინაგანი სამყარო მარტივად მოდის შეხებაში, უგებს უფრო მარტივად ამ ქაოსს, რომელიც შენს გარშემოა და ეს ახდენს იმ რეალობის აქ-წერაში გადმოქაჩვას. თორემ ეხლა რატო ვახსენე რომ ხერშემშლელია თქო ეგო. ეგო რას აკეთებს? პროექციებს ახლა. ხო, როგორიც არის სუბიექტი, არ არსებობს ობიექტური რეალობა სუბიექტის გარეშე. როგორიც არის სუბიექტი, მის მიერ დაპროექტებულად აღიქვამს ობიექტს.
მაყურებელს სულად არ გამიგოს, არ ვამბობ იმას, რომ რამდენი ინდივიდიც არის, იმდენი სუბიექტია, სწორედ მაგას ვსაუბრობდით წეღან, რომ ეს სისულელეა. მაგრამ რაღაცა გარკვეული მყარი სუბიექტური ფორმები ხომ არისა რა. მაგრამ ეგეც დაიშალა, ხო აი რაღაც აი ქართული კულტურით განპირობებული სუბიექტურობა დავუშვათ, ხო არის სხვა სუბკულტურით განსაზღვრული სუბიექტურობა. ესენი ხო არის რაღაცა ჯგუფები, ტიპაჟები ადამიანის. აი ეგ ყველაფერი გაფილტრე, მოდი, აი ეგ ყველაფერი დაშალე. აბსოლუტურად ყველა სოციალური მე და ეგო მოხსენი, რა რჩება? რჩება ეს მრავლობითობა, რომელიც სინქრონიზაციაში მოდის აი იმ არ მინდა სიტყვა სამყარო თქვა, სამყარომდელ მდგომარეობასთან, რაც დაბადებაშია ნათქვა ბიბლიის წიგნში, რომ სამყარო ისე იყო უსახო და უდაბური. აი მაგ უსახო და უდაბურთან მოდიხარ კორელაციაში, აი კორელაცია შეუძლებელია ვთქვათ, რეზონანსში, ალბათ ეს უფრო სწორი გამონათქვამი იქნება და ახერხებ მაგ ყველა აი მაგ რეზონანს, გამოწვეული რეზონანსის რაღაცნაირად გადმოტანას უკვე აი გადმოგდება სამყაროში. ეს გარკვეულწილად იმის ნაწილი ხომ არ არის, რომ ღმერთთან შეჯიბრების ნაწილი. ღმერთმა რომელმაც აი ესეთ სამყაროდან შექმნა წესრიგი, ესე ვთქვათ, ხო, სამყარო. ქაოსისგან სამყარო შექმნა, ან არარისგან, არაფრისგან შექმნა სამყარო, ხო? ჩვენს რაღაც ესეთი ხომ არ არის, რომ იმის სამდე შენ არაფრისგან შექმნი, ჯერ უნდა იცოდე რა არის ეს არაფერი, ანუ ის შენ რეალობას მიღმა რაც არის, ხო? და ეს მოთხოვნა რამდენად არის ლეგიტიმური. პრინციპში თუ ადამიანი რამე ცდილობდა ამ საუკუნეების განმავლობაში, ესე იგი კოლოსუსის აშენებიდან დაწყებული, რა ვიცი, ბაბილონის გოდოლით და ცათაბჯენებით დამთავრებული რაღაცა გაჯიბრება არის ხო ღმერთთან ეს გარკვეულწილად და გარკვეულწილად ეს მომენტი ყოველთვის იყო. ჩვენ თუ ხიბლავს გარკვეულწილად ეს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი საოცრება პირობითად ხო? მაშინ რატომ არის ეს, რატომ უნდა გქონდეს ამას ნეგატიური ამ ექსპერიმენტ ესე ვთქვათ, ნეგატიური შინაარსი. პირველ რიგში იმიტომ რომ ყველა ვინც ეს სადა ძალიან ცუდად დაამთავრა. ან თვითონ ჰქონდათ იქამდე სერიოზული პრობლემები მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველას ლავკრაფტიდან დაწყებული თუნდაც. ნუ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს ფრანგი მოდერნისტებმა მან თავი მოიკლეს საბოლოოდ და არა მარტო ფილოსოფოსებმა სხვათა შორის, აი ის ვინც ამ თემებს უტრიალებდა არიან ეს ადამიანები ყოველთვის ამგვარად ერთგვარად კოლექტიური სუიციდისკენ მიდრეკილები ხშირ შემთხვევაში, ხო? მაგრამ მეორე მხარე გაქვს, მაგალითად პირობითად ავიღოთ აი არაბი მიგრანტი, რომელიც რაღაც ინტელექტუალურ ღირებულებებს არაფერს არ შექმნის, ეყოლება ბრევრის შვილი, უბრალოდ ცხოვრებისეული არსებაა, ვიდრე ფრანგი ინტელექტუალი, ვიდრე ჰეგელი პირობითად კანტი და ასე შემდეგ, უბრალოდ ცხოვრებისეულია, მაგრამ ანუ თუ ესაა კაი რატომ არაზრუს არ არის ესეთ ადამიანზე რაღაცა არც ცივილიზაციაში რაღაც დადებითი მომენტი ეს შეულებრივი რაღაცა იყო ხო და ყოველთვის არ მიმართება ესეთი ადამიანების რომელმაც ეგ საზღვარი რაღაცა წინასწარ შემოსაზღვრული ეგ საზღვარი გაარღვიეს როგორ გაარღვიეს რა შედეგი იყო უკვე საკითხი და ინდივიდუალური საკითხია ალბათ მაგრამ ამას როგორ აჩერებ ამის თქმა მინდა და როგორ ახდენ იმას დაბალანსებას ვერ ახდენ პრინციპში დაბალანსების წარმოადგენელი რაღაც მგონია საბოლოო ჯამში. ხო, ნუ მაგას შენ ვერ დააბალანსებ, რა თქმა უნდა, მაგას აჩვენებს მინდა სოციოლოგიური დაკვირვებაც, დემოგრაფიულ სურათზე, რაც დასავლეთში ხდება, ხო? ის რომ შენ აი აზრს ვილაპარაკეთ, მაგითი კონკურენცია გაუწიო შენ იმას არის ჩემი აზრით შეუძლებელი და რატომ? იმიტომ რომ ეს პროექტს ვერ დავარქმე, ეს მისწრაფება, ეს ლტოლვა, აი რაღაცა ქაოტურისად მე რათა ახალი დაბადო და აი თუნდაც ახალი ლოგოსი მოიზიდო შენსკენ არის უკიდურესად საშიში მოვლენა, იმიტომ რომ რა ვიცი, არის უკიდურესად მაღალი შანსი რომ შენ უბრალოდ განადგურდე. ხო, საერთოდ სიცოცხლის უნარო გამოხვიდე მაგასთან შეხები, თორსა ქაოსს ეხები ეს ფაქტობრივად არის სიკვდილს ეხები, ხო? აი ეს იგივეა და ეს დაახლოებით იგივეა, ოდესაც ლოტის სოლმა რო უკან მოიხედა, ხო? ეს რაღაცა ქაოსი დაბრუნდა, ეს რაღაც დაინგრა ყველაფერი და შენ
მაგას ჩახედე უფსკრუს თვალებში, ხო? აი გაგაქვავებს, აი როგორც მედუზა გორგონას რო შეხედა გაქვავდები, ან ლოტის სოლებით გაქვავდები შენს. ეხლა ეს ინდივიდუალურ დონეზე ესე არის, მაგრამ მეორე მხრივ ნახე რახან ეს რაიმე პოზიტიურ პროექტს არ გულისხმობს, აი რომ გავწუროთ ეს საკითხი და უფრო გასაგები რო იყოს, გავიხსენებ იგივე ერთ-ერთი ცნობილი ამ სფეროში ვინც მუშაობენ არის ეგეთი ორი ავტორს დავასახელებ. საქართველოში არც თუ ისე ცნობილები არიან, მაგრამ დასავლეთში საკმაოდ. ეს არის ირანული წარმოშობის რეზა ნეგარესტანი და ასევე ნიკ ლენდი, რომელიც აი ამ აქსელერაციონიზმსა და აი ამ სპეკულაციაზე ჩვენ საუბრობდით, მაგას უტრიალებენ. ხო, ნუ სპეკულაციური, იმიტომ ქვიადაც ვისაუბრე, ჭეშმარიტებაო ვერ ვიტყვით, ხო, მაინც სპეკულაცია გვიწევს მაგ ყველაფერზე, იმიტომ რომ აი ის რაც არ არის მყარი და ყოფიერი არ არის, ხა იმაზე ვერ იტყვით სილოგიზმს, გამორიცხულია. ხო, დავანებოთ მაგას თავი. ანუ ნახე, თვითონ ეს ავტორები თუ რაიმე პროექტი გააჩნიათ რა არის, ისი? ის რომ რას მიდის განადგურებას უნდა დავაჩქაროთ ჩვენ. ანუ მათი რო შევაჯამოთ ეხლა მათი ისა რომ ადამიანი არის რაღაცა ვირუსი რომელიც გაჩნდა ამ პლანეტაზე ეს ლოგოსი რაც არის ეგ არის რაღაცა არაბუნებრივი და არამიწიური წარმოშობის გაუგებარი რაღაცა რომელიც შემოვიდა უცხოროა ფილმი ხო რაღაც ინტერვენციას ახორციელებს აი სახეზე რო ვაჯდება რაღაც ობობისებური გამანაყოფიერებელი ხო აი ეგ ლოგოსი შემოვარდა აგვირია ყველაფერი, ხო? ჩვენ მაგისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და ის პროცესები, რაც ბუნებრივად მიდის, რომ დედამიწა, რავი, რაღაც უნდა იქცეს აუცილებლად, რაღაცა ისე მტვერს უნდა დაუბრუნდეს, ან კიდევ რაღაცა აბსოლუტურად სინგულარობის მდგომარეობა მიიღწეს. ერთადერთი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი. ადამიანი რაღაცა ცხოველს ემგვანება, ან ისე მიდის პროცესი, რაც ვატყობთ, რომ რავი, აი უბრალოდ მექანიზირებული გახდა ჩვენი აზროვნებაც, ხელოვნურ AI-ს ვეკითხებით ყველაფერს, ხო, საუკეთესო მეგობრად გვექცა, ანუ ჩვენი აზროვნება, ქმედება, სამსახური, ყველაფერი მექანიზირებული, ანუ ტენდენცია საით მიდის? ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ადამიანი იქცეს ცხოველად, ადამიანი იქცეს მანქანად, მაშინ რა ყოფილა ცხოვრების საზრისი? აი ლენდი და ნეგარესტანი გვიყო დავაჩქაროთ ეს ამბავი. მივეხმაროთ ცოტა თეორიული ბაზა შევუქმნათ ამ ყველაფერს, რომ ადამიანმა გაცნობიერებულად გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. ანუ სანამ ინდივიდუალურად მოკვდებით, დავეხმაროთ ერთმანეთს კოლექტიურ სუიციდში. აი ეს არის ბოლო აზრი. მეორე მომენტიც არის და ეს მეორე მომენტი არის ის რომ ადამიანმა საკუთარი დასრულობა უნდა დაამტკიცოს გარკვეულწილად. რომ ყოველთვის რატომ არის ღმერთის სიკვდილი, ხო? ღმერთის სიკვდილის ფენომენი როგორც გარე აქტორის, აქტორის რომელსაც ღირებულებები შემოაქვს, ეს არის მამისა და შვილის ურთიერთობა. და როგორ უნდა დაამტკიცოს კაცობრიობამ, რომ ის დასრულია. უნდა დაამტკიცოს ის, რომ იმით რომ მას შეუძლია სიბნელეში ყოფნა. ამიტომ მოთხოვნა სიბნელის იქნება. მოთხოვნა სიბნელის ეს არის ერთგვარი რაღაცა გამოცდა რატომ იმიტომ რომ თუკი აქამდე სინათლე იყო გარეთ და გარეთიდან შემოდიოდა აქამდე ხა ადამიანის ვალდებულებაა რომ თქვას რომ სინათლე ჩემშია ანუ ეს მომენტი უნდა თქვას მან რაღაც ეტაპზე ხო კი აი მოდი რო თქვა რო დაზუსტებით ნახე ეგ რაც ახლა ვილაპარაკე სპეკულაციურ რეალიზმის ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია რომელიც რისკენაც გვიბიზგებს ეს ხადე კატასტროფულია მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არც იმის ილუზია არ უნდა გქონდეს რომ რაღაცა ცოტა ღრუბლებში დავრჩებით რაღაც ძველ პარადიგმა სადაც ვიტყვით რომ ბოროტება ეს არის სიკეთის ნაკლებობა არ იმუშავებს უბრალოდ ეგ რა გამორიცხულია იმდენად ჩაფლულები ვარ ჩვენ ამ მატერიაში, რავი, უზნეობაში, უბედურებაში და ასე შემდეგ, რომ წარმოუდგენელია ახლა შენ, რომ რავი, დაბრუნდე ისეთი სპეტაკი ბწყალებში, როგორც თქვათ, მაშინ იყავ, როცა პლოტინი მაგას წერდა, ხო, რომ აი ბოროტების ნაკლებობა. იმ რაღაცა თუნდაც ახლა ვედურცოდნაზე რო საუბრობდით, მაგ პარადიგმაში ვერ დავბრუნდებით. ეს არის შეუძლებელი ამოცანა. ხო, ანუ აქ რა არის? მნიშვნელოვანი რომ რა თქმა უნდა
ახლა სინთეზი გავაკეთოთ თქვენ ძალიან ესეთი ეკლექტური გამონათქვა მიქნება, ცოტა წარმოუდგენელად მიმაჩნია, მაგრამ მე ჩემი აზრით მივალთ რაღაც ერთ პარადიგმამდე, რომელსაც მოუწევს აუცილებლად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან წილად აი მაგ სიბნელის გამოცდილების გათვალისწინება. თუნდაც იმიტომ რომ ვიცოდეთ რას უნდა დავცილეთ. მე შეიძლება არ ვიცოდე ჭეშმარიტება რა არის, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ვიცოდე არასწორი რა არის. ბოროტება სად არის? ეგ უნდა ვიცოდე რომ მაგისგან მაინც დისტანცირდე. თუ ბოროტება არ ვიცი რა არის, ღრუბლებში ვიფრენ, აუცილებლად დავეცემე ძირს. აუცილებლად ჩამოვარდები. ერთ ვეფხისტყაოსანიდან გავიხსენებ რაღაც ერთ მომენტს. ეს ბევრს შეიძლება არც უფიქრია მაგაზე. როდესაც ავთანდილი საკუთარ სატრფოს ღალატობს ფატმანთან. ხო, ეს რაც ხადია სულთა რაინდული პერსპექტივიდან, აპოლონური ღვთაებრივი პერსპექტივიდან არის სოდვა, არ შეიძლება მიუღებელია უღირსობა. აი რაინდული პერსპექტივიდან, გინდა დასავლური პერსპექტივიდან თქვა, გინდა რაღაცა სპარსული აღმოჩნდა, აი არ შეიძლება ეს ამბავი. მაგრამ ნახე რა ხდება. ნუ გასაგები ყველაფერი არის წმინდად სიმბოლური მნიშვნელობით, ეს არ არის ცალკე ინდივიდებზე არ არის საუბარი აქ, ხო? მაგრამ აქ რა არის თქმა უნდა რუსთაველს. შენ თუ სიბნელეს არ ჩახედავ თვალებში და მასთან ფიზიკურ კონტაქტში არ მოხვალ, შენ ვერ ამოხვალ, მაღლა. ფატმანმა ეგ რო არ მომხდარიყო ეგ ამბავი. ფატმანისგან ხო ვერ გაიგებდა ნესტანდარეჯონის შესახებ ვერაფერს. ანუ ერთადერთი პერსონაჟი, ვინც იცის აი რაღაცა ასე რომ ვთქვათ ღვთაებრივი სოფია შესახებ მისტიკურად რო ვთქვათ არა ნესტანდარეჯანი ღვთაებრივი სოფია ხო ის დაცემულ სოფიასთან და მოვიდეს კონტაქტში ანუ ფატმანთან რეალურად სხვაგან ინფორმაცია არ არის აი არ იქნება აღმასულა თუ ბოლომდე ჯოჯოხეთში თუ არ ჩავიდა დანტე ალიგიერი იქამდე განსაცმენდელოში და მე 64-ში ხო ვერ გადავა რა და ეგრე რომ შენ სადღაც შუა ჯოჯოხეთში ხარ გაჭედილი და მოდი ეხლა ზევით ავცოცდე არ არის ეგ გზა აი გავიხსენოთ იგივე რომ დანტესთან თუნდაც ეგრე ხო არ არის რომ ჩადი და მე ნელ-ნელა ამოდის არ ხდება სულ რო ბოლოში რო ჩავა მე აი უეცრად აღმოჩნდება ისევ განსაცმენდელში ან 64-ში არაც ხადია მაგრამ მაინც განსაცმენდელში აღმოჩნდება ის საფეხურები რაც გაიარა მთელი ამ წინააღმდეგობების გადალახვით რა ვიცი მთელი ფიზიკურ კონტაქტში შედეს იქ ისე უკან მაგზას კი არ ამოდის რომ ამოვიდეს ამოსვლა ხდება აი ეგრე როგორც იქ Deus ex machina-სავით მოვიდეს ხსნა აი ახაც ეგ Deus ex machina უნდა გამოჩნდეს უბრალოდ საქმე რაშია იცი არ უნდა ჩაყვე იმას იქ უნდა მიატოვო მე ის აი როგორც ფატმანი მიატოვა ფაქტობრივად ხო და უნდა დაიწყო ასე თქვათ შემოbrunება და მე იქნება ხსნა ასე რო თქვათ რა აი ჩემი აზრით აი ეს მომენტები აქვს ვეფხისტყაოსანში დამშრობანი და ის თუ რა იქნება და როგორ იქნება ალბათ როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი ეგ პარადიგმა როგორ შეიძლება რომ გაკეთდეს ალბათ ეგ მომენტიც საინტერესო იქნება გასათვალისწინებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საუბარს, ეს გადაცემა იქნება ორნაწილიანი, აუცილებლად იქნება მეორე ნაწილიც. დაწერეთ კომენტარები და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. ასევე გთხოვთ რომ გააზიაროთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის. უყუროთ მეორე ნაწილსაც.